გარედავალებით გაერთიანებულთა კრიზისი მმართველი გუნდი ოპოზიციური ალიანსის მძიმე ვითარებებზე მიუთითებს. მთავრობის მეთაური კიდევ ერთხელ ამბობს იმას, რაც არაერთხელ თქმულა, რომ ოპოზიცია გარედან იმართება და გარედავალებებს ასრულებს. სხვისი დავალებით მოქმედებაში კი იძულებითი ერთობაც არის. დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ალიანსში თვალსაჩინოა. დღეს პარტია ლელომ ანგარიში დიპლომატებსაც ჩააბარა. ნინო არღლიანის რეპორტაჟი. დიპლომატიური აქტივიზმი ისევ ოპოზიციის გარშემო ტრიალებს. 20-მდე ქვეყნის დიპლომატიურმა მისიამ პარტიული ანგარიში ამჯერად პარტია ლელოსგან ჩაიბარა. ის რომ საელჩოების წარმომადგენლებთან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე ილაპარაკეს, ეს პარტიის წევრებმა შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგაც აღიარეს. გავაცნოთ მათ ჩვენი პირველ რიგში პარტიული გეგმები, როგორ აპირებს პარტია პოლიტიკურ ბრძოლას, რა გეგმები გვაქვს უახლოეს მომავალში ჩვენი პარტიის გასაძლიერებლად. ამ შეხვედრას წინ უძღოდა სტუმრობა ბრიტანეთის ელჩთან, რომელთანაც საუბრის შინაარსზე ბადრი ჯაფარიძემ დღეს არაფერი თქვა. ეს იყო ბრიტანეთის ელჩის თხოვნით შეხვედრა. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს ხდებიან დიპლომატები. აქ არაფერი არ არის საგანგაშო, მე ვიყავ მარტო. პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართული დიპლომატები მედიას ისევ გაურბიან. ელჩებმაც და საელჩოს თანამშრომლებმაც შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვეს. სანამ ლელო ანგარიშს დიპლომატებს აბარებდა, ოპოზიციის სხვა სცენაზე ისევ საჯარო დაპირისპირება. პარტიების ერთობა, რომელსაც ალიანსი დაარქვეს, გავლენის სფეროს ისევ ვერ იყოფს. საჯარო დაპირისპირების შემდეგ აღარც ის იმალება, რომ ერთმანეთის ატანა ერთობის გატანის ხარჯზე უწევთ. ბევრ რამეზე შეიძლება სხვადასხვა აზრი ჰქონდეს, ხონდა საკითხი, სადაც ჩვენ ვერ შევთანხმდით ნამდვილად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე პარტია აღარ არის წინააღმდეგობაში, აღარ არის პროტესტში. დისკომფორტს წარმოადგენს ნებისმიერი ურთიერთდაპირისპირება, თუნდაც პერსონალური, კი, რა თქმა უნდა, წარმოადგენს. ოპოზიციის რთული მდგომარეობის მიზეზს მათსავე მძიმე წარსულში ხედავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძისთვის ოპონენტების მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ერთი ქოლგის ქვეშ დაბრუნებული ნაციონალური მოძრაობა აწმყოშიც გარედავალებებით მოქმედებს. რთული მდგომარეობის მიზეზი არის სხვადასხვა. პირველ რიგში ეს არის მათი წარსული, ეს არის მათი აწყო და ეს არის რასთავარია ის, რომ ისინი გარედან იმართებიან. შესაბამისად, რასაც დაავალებენ ხოლმე, იმას აკეთებენ. ისეთ რაღაცეებსაც კი აკეთებენ, რაც სუბიექტურადაც არ შედის მათ ინტერესებში. თავიდანვე აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ხალხში ვერ გავიდოდნენ და ვერც გავიდნენ. მათ არ აქვთ ხალხთან საუბრის არავითარი რესურსი, იმიტომ რომ მთელი მათი პოლიტიკა არის აგებული ქვეყნის ღალატზე, ხალხის ღალატზე, ხალხთან დაპირისპირებაზე. პოლიტიკური განცხადებისას შალვა პაპუაშვილი აქცენტს პოლიტიკოს დიპლომატებზე აკეთებს, რომლებიც ოპოზიციაში ფავორიტებს ანტიქართული პოლიტიკით არჩევენ. შალვა პაპუაშვილისთვის ლელო ამ გზაზე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ისინი უდგებიან გვერდში მათ, ვინც ერთგულებას უცხადებს მათ, უცხოელებს და არა ქართველებს. დაანოს ეს კარდაკარი და ბოლოს გამოვიდათ სკამ და სკამი. ნახეთ რომ მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიის წევრებთან და ერთმანეთს საბოლოო ჯამში იყო პროცესი, სადაც ისინი უბრალოდ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. აი ეს არის ყველა ელჩმა, ვინც ფიქრობს, რომ აი ამ ძალებით შეძლებს საქართველოში დემოკრატიის გვერდისავლით ხელისუფლების შეცვლას, უნდა გააცნობიეროს ვისთან აქვს საქმე და ყველა პარტიამ უნდა გააცნობიეროს ასევე, რომელიც აი ამ სკამ და სკამით არიან დაკავებული, რომ მანამ სანამ ისინი იქნებიან უცხო ქვეყნების დღის წესრიგზე აწყობილი და სხვების მაამებლობით დაკავებული, მათ საქართველოში არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ქონდეს. ლელომდე სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ალიანსის წევრებს შეხვდნენ იმ ერთობის, რომლებმაც ხალხთან ღია შეხვედრები დაანონსეს, თუმცა წინასწარ შერჩეული მონაწილეებით დახურულ შეკრებებს მართავენ, სადაც არც განსხვავებული აზრი და არც მედია არ არის დაშვებული.